მამა დამშვირა მე რამდენად უნდა მოკლან უკვე. კარგი რა მამა, რა თქინდა რა არის ეს თამაში? არ ჯობია წინი წაიკითხო. რა არის, ნახე? აიღე იარაღი, ჩაუსაფრთი, მერე დაელოდე მტერი როდის გამოჩნდება, დაუშვი და დაუშვი. დაუშვი და დაუშვი. ვატო რა იყო? დამშვი. მეტი საქმე არ გაქვს შენ? არა. გაკვეთილები ისწავლე? ხვალ შაბათია. ინგლისურზე იყავი? Yes, of course. სიგარეტი მოწია ჩუმად? არა. ბატო მამა. ხო იცი მე შენი მარტო მამა კი არა ვარ, მეგობარიც ვარ. არაფერი არ უნდა დამემალო. ვიცი მამა, არ ვეწევი, ხომ გითხარი. მოწევ და დაგახევ მაკურებს. ვიცი დამშვირა ეხლა. ბატო, შეხელო რომ ვიყავი კომპიუტერთან, საერთოდ არ ვждებოდი. შემხელა რომ ვიყავი კომპიუტერი საერთოდ არ არსებობდა. მერე ხვდები რა საშინელი ბავშვობა მქონდა? არ გეცოდება მამა? მაცადე რა ცოტა ხანი. ხო და FIFA 2014-ის დისკი რო გეყიდა, აი ეხლა ურში ვითამაშებდით რა. FIFA 2014 რა არის? კომპიუტერის ფეხბურთის ახალი ვერსიაა. ძალიან მაგარი გრაფიკა აქვს. ხო, რა ღირს? $120. $120 თამაში გაგიჟდი მამა, სად მაქვს ამდენი ფული? დაბადების დღეს არ მაჩუქებ FIFA-ს. დაბადების დღეზე ყველაფერს გაჩუქებ ბატონო. ხვალ მაქვს დაბადების დღე. ხვალ? არ გახსოვდა? როგორ არ მახსოვდა? მაგრამ რა ქეჩქარებოდა? დაბადებულიყავი 1-2 კვირის გვიან და გაჩუქებდი. ესეც ვიცოდი რა. ფული არ მაქვს მამა, ხვალ შენი ქორწილის რო იყოს, მაინც არ გამოვიდოდა ეგ საქმე რა. აუ ბაბუ უთხარი რა დამსვას. აუ მამა უთხარი რა მაცადოს. ოთარ, ამ ხელაკაცი ხარ შილო და არ გსხვენი ასე უქმად რო ატარებ დროს. რა ვქნა, არ მაქვს საფელა, რა გავაკეთო? საერთოდ რა გაკ არ გსხვენია? რომ ცხენოდეს, მაგით რამე შეიცვლება? როგორ არ შეიძლება, რო გსხვენოდეს, ბიჭო, ადგებოდი ხელს გაანძრევდი, სამსახურს იპოვიდი, მუშაობას დაიწყებდი, იჟრომებდი. თქვენ სიმღერას შრომა არ გონიათ? იცი რა ძნელია ქართული ფოლკლორი. სიმღერა როგორ არ არის შრომა, მაგრამ შენ თვეში ერთი კონცერტი გაქვს. დანარჩენ დროს სახში ატარებ. იმიტომ რომ ოჯახი მიყვარს და ოჯახური ღირებულებები. და ოჯახი თუ გიყვარს, მით უმეტეს არ უნდა მუშაობდე? არიცი ოჯახს რამდენი რამე უნდა? დაბადების დღეა, დღესასწაულია, ჭირია, ლხინია. სამსახური თუ არ გაქვს, როგორ გააკეთებ? ამდენი არიცი? არა და გინდა გითხრა ესე იგი რა მოხდება? შენი ცოლი ადგება და საბერძნეთში წავა. აი მე ნახე შეგცხება თუ არა. მოიცა მამა რა, 10 თვე და ეგ არის. 10 თვეში მუშაობას იწყე? 10 თვეში ევროკავშირის საზღვარს გაგვიხსნის და მარტო ჩემი ცოლი კი არა, ყველანი წავალ. მე რას გააკეთებ? კონცერტები მექნება პარიზში, ლონდონში, ვენაში. თავში. რა თავში? თავში მოვარტყი, მამა, რა მაგარია. არაფერი არ გამოვა რა, ადერთი ბაბუ დამაჯინე რა. აუ, ჩემ დროს ვინ გაგაჩერებდა უსახოდ? მახსოვს ერთხელ ბირჟაზე ვიდექით, ბიჭები, მოვარდა მილიცია, დაგვიჭირეს და ძაფსათავ ქარხანაში წაგვიყვანეს და ძალი დაგვაწყებიეს მუშაობა. შენ დროს არ იყვნენ უმშევრები? ალა, მუშაობს თავისი პატრონი ყავდა. ზოგი მინისტრის მეგობარი იყო, ზოგი ნათესავი. ისხდნენ არღეინად ბირჟაზე, ზოგი დომინოს ურახუნებდა, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა. აი, დასაქმებულები ვიყავით, მე და ჩემნარი საწყალი და უბრალო ხალხი. ადრე ხლა. კარგი რა მამა, დამანებე თავი. როგორ დაგერებო ბიჭო, თავი ამ ხელაკაცის ზიხარ და არაფერს არ აკეთებ, თამაშო. ბავშვს რამდენი რამე უნდა? ტანსაცმელი უნდა, საჭმელი უნდა, სასმელი უნდა, აქ F2 უნდა თორე აგაფეთქეს. სახში რა გაჩერებს? ადქი რა. აჰა, ამაფეთქეს, დაწნადი. რა გავაკეთო მამა, სიმღერის მეტი არაფერი ვიცი. რა ვიცი, რა უნდა გააკეთო, შილო, რაღაც უნდა მოიფიქრო. აი, შენი რო ვიყო, აი ნებისმიერ სამსახურში ვიმუშაებდი. მითხარით რა არის ნებისმიერი სამსახური და მზად ვარ, მივდივარ ეგრევე. დამშვი და მე განახებ სამსახურს. მორჩი შენ მაიმუნობას ახლა. არ გატყვე მართლავში დასაქმების საიტები. მოდი აბა. აი, კერძო დასაქმების ცენტრი, სინდისის პატიმრების ქუჩა, ნომერი 8. თან ტელეფონის ნომერიც უწერიათ. სისულელია კაცო, ინტერნეტში რასაც წერენ, ყველაფერს კი არ უნდა დაუჯერო, იტყუებიან. ბიჭო, დარეკედა, იქნება არ იტყუებიან. მამა, დავრეკავ, მაგრამ უარს რომ მეტყვიან, იცოდე თავს დამანებებ. აი, მაშინ ხმის ამომღები აღარა ვარ რა. ალო, დასაქმების ცენტრია? გამარჯობათ. ვაკანსიები გააქვთ? გააქვთ? ინგლისურ და კომპიუტერი რო არ ვიცი, მაინც გააქვთ? გააქვთ? სიმღერის მეტი არაფერი არ შემიძლია და მაინც გააქვთ? ხო? სამუშაო გამოცდილება არ მაქვს საერთოდ. მოგბრძანდე? კი ბატონო.
მობრძანდითო, მივდივარ. ხო გითხარი, უნდა მოსვინჯო უბრალოდ. აბა შენიცი ახლა. ადე ბაბუ მიდი, გააცილე და ჩაგეტე კარი, მიდი. ეს რაზმელებს სიცოცხლე ტერორისტებს სიკვდილი. აუ ბაბუ დამშვია გეხვეწები. ბაბუ იმესადინე? ხო შაბათია. ინგლისურზე თუ იყავი? ნუ რა ვერ შეკარი გოგო ნუ. ო, აი. ნიკა, ნათი, ბატონო. იცი ხვალ ბატონს დაბადების დღეა? მართლა, რამდენი წლის ხდება? 15-ის. სტუმრები მოვლენ? არ უყვარს სტუმრები, მარტო ჩვენ ვიქნებით. კლასელებიც არ მოვლენ? ნუ, კეთუსიას ტაკა შემოვა, სხვა მეგობრები მაგას არ ყავს. მე რა უცნაური ბავშვია ეს ბატონო. რატოა უცნაური, მეც ეგეთი ვიყავი? მე შენც უცნაური ხარ. მართლა? ხო, რა იყო, გიკვირს? მე მგონი ჩვეულებრივი ვარ. არა, შენ ჩემო სიცოცხლე ხარ, არაჩვეულებრივი. მოდი. არაჩვეულებრივი, კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით? კარგი გაგებით და ამიტომაც ძალიან მიყვარხარ და რა ვაჩუქოთ ბატონს? და უცნაური რატო ვარ? მე რა ვიცი, უცნაური ხარ, იმიტომ რაღაც ხვანაირი ხარ, ნიკა. და რა გაუხარდება ბატონს, რა ვუყიდოთ, რა ვაჩუქოთ? FIFA 2014-ის დისკი, მაგრამ მაგას მამამისი უყიდის. შენ ეს მითხარი, განსხვავებული რატო ვარ? განსხვავებული ხარ, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცები გაინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. მაგალითად? მაგალითად ეკოლოგია. აი, მაგაში ხარ არის უცნაური. განაბუნებრივია რა ადამიანს გაინტერესებს როგორ გარემოში იცხოვრებ? ეგეთი რაღაცები არ აინტერესებს ჩვეულებრივ ადამიანს. აი, რა სიზახი ჩვეულებრივ ადამიანს ერთი გამაგებინე რა. ნიკა, ჩვეულებრივ ადამიანს ვეძახი ჩვეულებრივ ადამიანს. აი, მაგალითად? მაგალითად, ოთო, შენი ძმა. ოთო რატოა ჩვეულებრივი ადამიანი? იმიტომ რომ უყვარს ტრადიციები, უყვარს დალევა, უყვარს კეიფი, უყვარს ჭამა, არ უყვარს მუშაობა. და შენი აზრით ჩვეულებრივი ადამიანი ეგეთია? საქართველოში კი. ანუ შენ ამბობ რომ მე ქართულს არ ვარ? აუ, რა გინდა ნიკა? არა, მაინტერესებს, რას ფიქრობ ჩემს და ჩემივე ცოლი? აი, ქართველებს ეგეც არ აინტერესებთ. ანუ რა გინდა ვერ გავიგე, მე ქართველი არა ვარ? არა, ქართველი ხარ, მაგრამ ტიპიური ქართველი არ ხარ. ძალიანაც ტიპიური ქართველი ვარ რა. მომისმინე ნიკა. ოდესმე სუფრაზე გითამადია? არა? დიდი ყანწი დაგილევია? არა. მუშაობ? კი? შენი სამსახური გიყვარს? ძალიან. ესე იგი ტიპიური ქართველი არ ხარ. მე ვარ ტიპიური ქართველი, რომელსაც არ უყვარს კეიფი, მაგრამ უყვარს საკუთარი სამსახური. აი, ეგეთები არიან ტიპიური ევროპელები. ნათი, საქართველო ევროპის ნაწილია რო იცოდე. ო, კარგი რა, ერთხელ შალახოს ფონზე რაღაცაზე ხელი მოვაწერეთ, არ ნიშნავს, რომ უკვე ევროპელები ვართ. ნიშნავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ქართული ტრადიციები, ასევე თანამედროვე სამყაროს მიღწევები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით. აუ, შენ გონია მთელი საქართველო ეგრე ფიქრობს? არ მაინტერესებს ვინ როგორ ფიქრობს რა. ფაქტია რომ ეგეთი ქართველები ვარსებობთ. მე ხო ვარსებობ. აუ, ნიკა, კარგი რა, რაზე ვკამათობთ? ქართველების რაობაზე. და საიდან დავიწყეთ? ბატონს დაბადების დღეს დაჩუქრიდა. მოიცა ბატონს საჩუქრიდან ქართველების რაობამდე როგორ მოვედით? ვარ ვიცი რა. ერთი ვიცი რომ მე ჩხუბი არ მინდოდა. მეც არ მინდოდა ჩხუბი. მაშინ მე ხა წავედი სამსახურში და ჩხუბის ავტომატურად შეწყდება. ბატონს საჩუქარი? ხვალ უყიდი. დრას უყიდი? რავი რამეს. აი, ეხლა ხარ ტიპიური ქართველი. გამარჯობა. სამსახური მინდა. ცხადია. ბატონო? ნუ აქ თუ მოხვედით ცხადია რომ სამსახური გინდა. ხო. რა შეგიძლია? სიმღერა? მეტი არაფერი. მეტი არა. დაცვა იქნებით? კორპუსის დაცვა? არა, საქართველოს ნაკრების. მართლა? არა, რა თქმა უნდა, კორპუსის დაცვა. პირობები როგორია? დაბალი ხელფასი და ღამისთენება. ღამისთენება არ შემიძლია. ანუ დაბალ ხელფასზე თანახმახართ. არა, ხელფასიც მაღალი მინდა. დაახლოებით რამდენი? ასე 4 ნიშნა. ანუ მინიმუმ 1000 ლარი. მინიმუმ 1000 ლარი კარგია. გააქვთ ასეთი ვაკანსია? თქვენ იცით მე რამდენი მაქვს ხელფასი? არა. 700.
და 1000 ლარიანი ხელფასი რომ ვიცოდე, აქ დაგხვდებოდი. არა ალბათ. ამაში ეს ვაკ. იცი, დაცვა არ შემიძლია ღამის თენებაში ხმას დავკარგო. ღმერთმა თქვენ გზაზე გაგიმარჯვეთ. სხვა რამე რომ შემომთავაზოთ. სხვა რამე რა უნდა შემოგთავაზოთ? რა ვიცი, რამე არ გაქვთ ახლობლებისთვის გადანახული. დასავლეთი თუ მოგწონთ. დასავლეთი რუსეთს მირჩევია. რატომ? იმიტომ რომ დასავლური ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ტრადიციულ კულტურასთან. ძალიან კარგი. ზესტაფონში გვაქვს ვაკანსია ლავაშის წყობელზე. ქალაქიდან ვერ გავა. რიგში თქომა თუ იცით. როგორ არა? მთელი ბავშვობა პურის რიგში მაქვს გატარებული. ხო და ვაკანსია გვაქვს საშაურმის რიგის იმიტატორზე. ეგ რას ნიშნავს? საშაურმესთან უნდა იდგეთ, ვითომ რიგში დგახართ. მოიცა, შაურმის რიგები ხელოვნურია? აბა შერაგონია. მართლა ამდენი ხალხი კი არ გიждდება შაურმაზე. სულ ჩემი დასაქმებულები დგანან მანდ. და ხელფასი რამდენია? დღეში 10 ლარი. ოღონდ შაურმით გადაგიხდიან. არა, იცით, ბავშვისთვის საჩუქრის ყიდვა მინდა, ფული მჭირდება. ერთი წუთით. ნახეთ. თან სიმღერად შეგიძლიათ. ეს რა არის? დროებით სამუშაოა. თანამშრომელი ავად გახდა და სანამ გამოჯანმრთელდება, რამოდენიმე დღით იმუშავებთ. აი, შენ თვალით წაიკითხე. ნახე რა კარგია, თან ავანსი შეგიძლია გამოართვა. ავანსი კი კარგია, მაგრამ ცოტა მეუხერხულება. ჩემი გაქანების ადამიანს მეტი შემიძლია. ბოდიში. თუ გახანება და მასშტაბი გინდათ, მაშინ იმ კვირაში უნდა გამოიაროთ. იმ კვირაში რა ხდება? ამბობენ უკრაინის პრეზიდენტის პოსტი შეიძლება გახდეს ვაკანტურიო. დამცინით? იქვით? კარგად დანდებოდა. კარგად. ოღონდ მაინც ცოტა ხანს კიდევ ვიფიქრეთ. რა მგონია? იფიქრეთ. ბატონო. ოცა დღეს სამსახურის საქმეზეა წასული. უი! მუშაობა დაიწყო? ფაქტიურად. გასაუბრებაზეა რა. აჰა. და სად იწყებს მუშაობას? ალბათ შეურჩევენ რამეს იმის მიხედვით, რაც შეუძლია. აჰა. ახლობელია უფროსი? არა, რაც დასაქმების ცენტრია, ინტერნეტით მოუძებნა ბატომ და იქ წავიდა. სულ მიკვირდა რატო არ მუშაობდა ოთო? არა, ოთო როგორ არ მუშაობს? სად? ანსამბლ მამა პაპურში მღერის, ნათი. კარგი რა, მე ეგ რა მუშაობაა. შენ იცი რა ძნელია ხმებში სიმღერა? ვიცი ნათი, მაგრამ მუშაობა სხვა რამეს ნიშნავს. ხო, უბრალოდ აქამდე ბევრი თავისუფალი დრო ქონდა და ახლა ორი სამსახური ექნება. აუ, რა მაგარი და ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც ვიყიდი. ჭურჭლის სარეცხ მანქანას და მანქანასაც. აუ, ხელა ხელფასი ექნება? ხო, აბა. აუოთოს რომ დაურეკავს და უთქვამს, მომღერალი ვარ და აბა რა სამსახურს შემომთავაზებ და იმათ მაიცი რა უთხრეს? რა? მობძანდითო. ვაი, მე არ გადავრიო. აუ, ძალიან გახარებული ვარ, ნათი. თან ხვალ ვატოს დაბადების დღეა. აუ, ხვალ ჩვენი ბიჭი ხდება 15 წლის. ხო, და მამიკო რომ დაიწყებს მუშაობას, ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა იყოს დაბადების დღეზე? აუ, ნათი, მოიცა, იმ რაღაც ფიფას დისკს აღარ უყიდის? ხო, აბა, იმასაც უყიდით, ცოტა ძვირი კი ღირს, მაგრამ სკოლის ფსიქოლოგმა ხო გაგვაფრთხილა, რომ ბავშვისთვის საჩუქარზე უარის თქმა არ შეიძლებაო. რატომო? დაისტრესება, ნათი. აუ, რა მაგარია, ნათი, და ჩვენს ბავშვობაშიც ყოლოდა სკოლის ფსიქოლოგი. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი პატარა პუდელზე და არ მყიდულობდნენ. რატო? აუ, რა ვიცი, მამა ჩემი მეუბნებოდა ძაღლი ცოტა ხანს ცოცხლობსო და რომ მოკვდეს მერე შენ იტირებო. მერე? მერე მთელი ღამე მესიზმრებოდა, როგორ მიკვდებოდა პუდელი და მთელი დღე ვტიროდი. უი, რა საშინელებაა? ხო, იმდენი ვიტირე, რომ მერე დედაჩემს ამოუვიდა ყელში და მამა ჩემს უთხრა რაღაცა მოიფიქრეო. ხო და მამა ჩემი წავიდა და მომიყვანა პატარა კურდღელი. კურდღელი რატო? მაგას მახშინ მიხვდი საახალწლოს უკარო გაშალეს. აი მე არ გადამრიო. კი.
აი მე რამდენი სტრესი გადაგიტანია ნათი შენს. მაინც მაგარი იყო ბავშვობა. კი, ძალიან მაგარია ბავშვობა. მოვედი. ნათი მშია. აი მე ჩემი მშრომელი ბიჭი. ოთო მოგილოცო? რა უნდა მომილოცო? ახალი სამსახურის დაწყება. არა. ეს ქვია არა. ნათი რაღაც ისეთი ვარიანტები შემომთავაზეს. ბაცა შენ მუშაობა არ დაგიწყია? არა. ჯერჯერობით უნდა დავფიქრდე. რაზე უნდა დაფიქრდე? ისეთ სამსახურია რაღაცნაირი. როგორი? როგორ გითხრათ? არაპრესტიჟული? ხო. არა უშავსათო, მთავარია მუშაობა დაიწყო და ნელ-ნელა დაგაწინაურებენ. ნახოთ. ათო რა დროს პრესტიჟია? ხვალ შენი შვილის დაბადების დღე და საჩუქრის ფულიც არ გაქვს. პრესტიჟულობაზეც არაა ნათი რა. დროებითი სამსახურია. ყველაფერი დროებითი ამ სამყაროში. ვიღაც ავად გახდა და იმის მაგურად უნდა ვიმუშაო რამდენიმე დღე. ფულს გიხდიან? ფულს კი წინასწარ. და აბა რაღაცზე უნდა დაფიქრდე. ამ ხელა გადაწყვეტილება უნდა მივიღო და არ უნდა დავფიქრდე? ცოლად რომ მოგყავდი, მაშინ არ დაფიქრებულ ხარ და ახლა რატო უნდა დაფიქრდე? რომ არ დავფიქრებულ ვარ, იმიტომაც არ მაქვს. ახლა დღეს ბავშვისთვის საჩუქრის ფული. თუ მუშაობას არ დაიწყებ, გავგიჟდები. ოთო, მომისმინე ოთო, ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება. ეზარება ნათი. ვიცი ოთო, ვიცი, შენ ხო ტიპიური ქართველი მამაკაცი ხარ არა? ო. მაგრამ იცი ოთო, ნათია დღეს რა ბედნიერი იყო. მთელი დღე ამბობდა, ჩემო ოთო მუშაობა დაიწყო. კაი ხო ჯანდაბას. მაგრამ თუ ვერ შევძლებ ისე თავს დავანებებ. ო, აბა რა, და წამოწვევი ისევ. ალო მე ვარ. ნახევარ საათის წინ ვიყავი. არა რა გაგინეთ, ეგ ჩემს წინ იყო. ოთო ვარ მომღერალი. მოკლედ თანახმა ვარ იმ სამსახურზე, რაც შემომთავაზეთ. ხვალიდან შემიძლია დავიწყო. კარგი. ოხ როგორ დაგერხა, ოთო არ გაბუნია. ვინ არის? არ ვიცი, რა ვიცი. მე უპასუხე მერე. ალო. რომელი ხარ? ვინ ზურა რა ნაპარნიკი? ხო გამახსენე. კაი ნახევარ საათში მოვა. ვინ იყო? სამსახურიდან დამირეკეს. ვაიმე, ოთო, დღეს ხო შენი პირველი სამუშაო დღეა. ხო და უნდა წავიდე. ბატასთან საჩუქრის ხედვა არ დაგავიწყდეს, ხო? მახსოვს. საუზმის გარშე წახვალ? ხო მეჩქარება. აუ, ტურისტულ ფირმაში ესე ადრე იწყებენ მუშაობას? დღეს ადრე უნდა მოხვიდე რაღაცები უნდა გასწავლოთ. რა უნდა გასწავლონ? რა ვიცი ნათი, ალბათ რაღაც ისეთი ტურისტებს რო ევასებათ, რა ვიცი. შერი წახვალ? სამაგიეროდ ფშიერი მოვა. ხო, კარგი რაღაცებს დამახვედრე. კი, ხაჭაპურს, შემწარ კალმახს და კიდე რაღაცებს რაც შენ გიყვარს. ხო, კარგი. გილოცავ, მამა? მადლობა. სამსახურში მიდიხარ? ხო, აბა. ტურისტულები ესე ადრე იწყებენ მუშაობას? ადრე დავიწყებ, ადრე დავამთავრებ. აუ, ხო არ დააგვიანე. არა, მამა, შენ დაბადების დღეზე ხომ დავითამადო? FIFA-ს დისკიც რომელ მაღაზიაში იყიდება? ვიცი, მამა. ყველაფერი ვიცი. შენ არაფერზე არ ინერვიული. არა, არ ნერვიულ. აბა რა? 15 წლის კაცი ხარ უკვე. არა, შრეკი არა. არც სპაიდერმენი. ზორო მარტოა თუ ცხენთან ერთად? ცხენთან ერთად თუა, მაშინ ეგ იყოს. გელოდებით, დიდი მადლობა. ვის ალაპარაკები, მა? პატარა სიურპრიზი მაქვს ვატოსთვის. სიურპრიზი კარგია.
ვა, გაიღვიძე ოთარ? კი, სამსახურში მივდივარ. შაბათს? ტურისტულები შაბათსაც მუშაობთ. მაგარია, მე რა იყო? მაგარი ვერა, მაგრამ რაც არის რა. ოთარ. ვატოს უყიდი იმ დისკს? რა უნდა? კი, დარწმუნებული ხარ? კითხო. ბიჭო, თუ ვერ იყიდი, მინდა მევიყიდო. ხო კითხარი, უყიდი თქო. ხო, კაი, მაშინ მე სხვა რომ მოსულობდი. შენ რა უნდა აჩქო, მამი? სიურპრიზია. აუ მე კიდე არ ვიცი ბავშვ რა უყიდო, ნუ. თუ უყიდე რამე ისეთი ვატოს ხელა რა ვიყავი, შენ თუ რო გაგეხარდებოდა. ჯიგარი ხარ, ვახტანგ? კი, უკვე ვიცი. რა იცი ნიკა? ვატოს საჩუქარი მაგარითან. მართლა ძალიან მაგარი? ძალიან. აუ, გეხვეწები, რაღაც სისულელი არ აჩუქო რა. რატო უნდა ვაჩქო სისულელე? აუ, რა ვიცი, მე სულ რაღაც სისულელეებს მჩუქნი ხოლმე. ნათია, ჟანგბადის ბალონის სისულელე არ არის. ხო, კაი. და არც ეკოლოგიურად სუფთა ფლომასტერები რა. ხო, კაი, დაწყნარდი. მე წავედი სად მიდიხაროთო? სამსახურში. უი, გილოცავ ახალი სამსახურის დაწყებას. დიდი მადლობა. კარგად. ვაი. თაკო მომისმინე, ბოლოჯერ გეუბნები. დღეს თუ მოურჩები, წავალთ ერთად. თუ ვერ მოურჩები, ვერსადაც ვერ წახვალ. მარტივია, ხო? კარგი. ძალიან კარგი. კაი კაცი. მეც. მაგა. გაუმარჯო შეიძლება? მოდი. ზურა ცხენი. ოთო ანსამბლი მამა პაპური. ზორო. ოთო ზორო. აი, შენი ნიღაბი. ნელა მოირგე, დანარჩენებსაც მოგცე. შენა ძმაო. აუ. ძნელია ეს საქმე. არაფერი ისეთი. ცოტას იცეკვებ, ცოტა სიმღერა და ეკალი. ეკი შემილია ეს. ძალიან კაი. ამ საქმეში ყველაზე მაგრად იცი რა მევასება? რა? კაცი შვილი ვერ გიცნობს. აუჩ. აუჩ. ასეც ასე. გონი ყველაფერი მოვასწარით. კი, ყველაფერი. აი მგონი ჩემი სიურპრიზიც მოვიდა. ბატო ბაბუ წამო გავუღიკარი. ბატო დე, მოდი. ვატო. კილოცა ბიჭო დაბადების დღეს. დიდი მადლობა. ეგ რა არის? საჩუქარია. ეგ რა საჩუქარია? სცენარი რომელიც გამოყოფს ჟანგბადს. ეს რომ ვატოს ხელა იყავი, ყველაზე მეტად რომ მოგეწონებოდა, ის არის? რა, ცუდი საჩუქარია? არა, ძალიან კარგი საჩუქარია. სცენარია ცოცხალი. ბატო, შენ ხო მოგწონს ვიძია? კი, ძალიან. წამო ბაბუ, წამო, წავიდეთ. ეს რა სისულელე მოიტანე, ხო გთხოვე არა? რა მთხოვე? რა სისულელი არ აჩუქოთ, ხო გითხარი არა ნიკა? ნათია, რატო ეს სისულელე? აი მე ვინმე იცი ვის 15 სასაკში ქოთანში ჩარგული მცენარე გაუხარდებოდა? კი, მე. მე ყველა შენელი უცნაური არ არის. დაიწყო ხო ეხა ისევის ისტორია, მე როტიპიური ქართველი ვერ ვარ. ფაქტია, რაღაც სისულელი აჩუქე ბავშვ დაბადების დღეზე ნიკა. ნათია, არ არის ეს სისულელე. უნდა მიხვდეს ბავშვი რა მნიშვნელოვანია ჟანგბადი, ეკოლოგია, დედაბუნება. ამას მოვლა-ჭირდება და ზრუნვას ისწავლის, გაიგე? რას გიხსნი ვერ ხვდები ხო საერთოდ? რა უნდა მეჩუქებინა აბა? რასაც ტიპიური ქართველი ბიძა აჩუქებდა. ტიპიური ქართველი ბიძა ბოზებში წაიყვანდა. ეხლა ნერვებს მიშლი ხო სპეციალურად? ათი რა გავაკეთო, მიყვარს ეს ეკოლოგია და ბუნება, რა გავაკეთო, მითხარი? მე ეგ უცნაურობაა ნიკა. იყოს უცნაურობა მერე. დამღლელია უცნაურობა. შენ გინდა რომ ტიპიური კაცებით ვიქცეოდე? ხანდახან დიახაც მინდა. სუფრებზე ვითამადო, ბრტყელი-ბრტყელი თალღრძელების შევსვა და მაგიდაზე მუშტი უტყა?
მომისმინე ნიკა, სადღეგრძელოები და თამადობა ძალიან კარგია. ქართული ტრადიციაა. კარგი. მაშინ დღესვე გაცვენებ თუ როგორ შემიძლია ეგეც, მაგრამ მოგეწონება თუ არა, მაგას მერე ვნახავთ. ეს ახლა ნამდვილად ჩემი სიურპრიზი იქნება. ბაბუ, მოდი, გააღი, მოდი. გილოცა. ეს რა არის? ეგ რა არის და ჯოისტიკებია მაგარი. მამა შენმა რო ფიფას დისკი გაჩუქა. აი როცა ჩართა, მაგითი ითამაში, მაგრა გაგისწორდა. ამამის არაფერი არ უჩუქებია. სად არის ბატონი ოთარი? უი, ოთო სამსახურშია. ოთო რა სამსახურში? დღეს დაიწყო მუშაობა რაღაც ტურისტულ სააგენტოში. არ გადამრიო, რა კარგია. ხო, ჩვენ ძალიან გვიხარია. წავედით, აბა დავსხე ჩვენ წავიდეთ, წამო. ოთოს არ დაველოდოთ? ოთო მდარეკა 1 საათში მოვრჩები და მოვალო. 1 საათს ხوار გავჩერდები, წამო, დავსხე, წავედით. ბრძანდით ხარ. აბა ბაბუ. წესით, თამადა მამა შენი უნდა იყოს, მაგრამ აგვიანებს და ამიტომ თამადა იქნება. სოფრას გავუძღობი მე. რა? რა და შემივცეთ და დანარჩენს მოგახსენებ. მამა შეავსე და მერიქებას მე გვარვიქნები. კაი, შილო. მოკლედ, დალევა არის ბოლომდე. სუფრაზე სმენა იყოს და გაგონება. მე რო ვისაუბრებ, ბუზის გაფრენის ხმა უნდა მესმოდეს. მე ბიძა შენ ნორმალური ტიპი მეგონა. საერთოდ ნორმალური ტიპია, მაგრამ დღეს ბიზნესში მამა ჩემი დაპორტივდა. რა არის ვერ გავიგე რა მე მღერი რო ამყევით? ნიკა. მაცალა. მოკლედ, როგორც ვაჟკაცების წესი და ადათია, პირველ რიგში მე მინდა შემოგთავაზოთ მშვიდობის სადღეგრძელო. მეგობრებო, მშვიდობა იყოს ჩვენ ოჯახებში, დედამიწაზე, სამშობლოში. მამაკაცები ვსვავთ ბოლომდე. მშვიდობის სადღეგრძელოა. ნიკოლას, ხომ მშვიდობაა? თუ გინდათ რომ მშვიდობა იყოს, ბოლომდე ვსვავთ თქო. ოთო სად არის უნდა ხედავდეს ამ ყველაფერს. ისე მართლა სად არის ოთო ამდე ხანს? რა იყო ქალო ვერ გავიგე რა პანიკა აწიეთ. კაცს ბავშვის დაბადების დღე და რესტორანშია ზმაკაცებთან ერთად ალბათ არა? აბა, დავლიეთ ჩარავ. ერთი მისამართის და მორჩით. ზურა ცოტა ჩქარა რა დღეს ბავშვის დაბადების დღე და მალე მინდა სახში ავიდე. ნახე ვარ საათში მოყომარდებით რა. ხო არ ყოფილა ძნელი. ძნელი არა, მაგრამ შენ არ გეწყინოს, მე ცხენის ფორმას ვერ ჩავიცვალე. ალბათ ცოტა კომპლექსიანტებია. ზორო მაინც კაცურია რა. უნდა მეწყინოს ბიჭო, მე ცხენი უფრო მევასება. მთლიანად მიქარავს თავს, კაცი შვილი ვერ ბწნობს. ბოლო მისამართის დათქარიძის 14. რა? მან რა გვინდა? მანდ ვარ გამოძახებული. აჩვენე რომელ ოჯახში? კი, ჩემი სახლია, საკუთარ ოჯახში ვარ გამოძახებული? მოიცა ბიჭო. ქირი ცხოვრობ? არა რა ქირი, ჩემი სახლია. ჩემი რა ოჯახის რა. ბიჭო. მან თუ ცხოვრობ, ესე იგი მილიონერი ხარ და რა გაგიჭირდა ეგეთი ფორმა რო ჩაიცვიდო? აუ, ბავშვის დაბადების დღისთვის ფული მინდოდა. მე ტოტალიზატორში გეყომარა, გეჩალიჩა რა მე რა. ვიჩალიჩე და ზოროს მასკა გავიჩალიჩე. წავედით რა გარეჩე. მოიცა, ვერსადას ვერ წავალთ. მოიცა ბიჭო, როგორ ვერ წავალთ? ავანსი გვაქვს უკვე აღებული, გაგყრიან სამსახურიდან. გამაგდონ, აღარ მინდა ესეთ სამსახური. ბიჭო, შენ ძმაო სახლი გაქვს, კარი გაქვს. მე ესე მარტივად ვერ დავტოვებ სამსახურს, პრობაციონერი ვარ, ძმაო. ზურა, მაგარ შარში ვარ რა. ეხლა ესე რო ავიდე ოჯახში, მთელი ცხოვრება დამცინებე. მარტო შენ უნდა ახვიდე. გადაო ბიჭო. ცხენი ზოროს garaშე ვის გაუგი? ან რა უთხრა ზორო სად არის? ზორო დაბრინდეს თქო რა. ბიჭო, ეგ ბავშვი როგორ უთხრა, იტირებს. არ იტირებს, 15 წელს ხდება უკვე. ბიჭო, რა ნაროდი ხართ ეს თათქარიძელები? 15 წლის კაცს ზორო ვინ გამოუძა? მამა ჩემა, ისე პატარა გონია ვატ. არჩ არ ვიცი რა, რაღაცა მოიფიქრე, ყველა ვარიანტში უნდა წავიდეთ. მაცადე ვფიქრობ. დროზე. დღეს რაღაც სერიოზული საქმე მაქვს უბანში რა. ზურა. ცხენის ფორმა რა ზომაა? არა. კი. ვატოს გაუმარ? ჯოს! არ ვარგა! გაუმარ? ჯოს! არ ვარგა! აბა ყველამ ერთად გაუმარ? ჯოს! თქვენ შენახებია რა. ათია, მიდი ახლა ჩქარ განსხვავებული გამომირბენინე. მე მო.
გონი მამა მოვიდა. ან ჩემი სიურპრიზი. აი მეოთო. ოპა, ზრო მოვიდა თავისი რაშით. ქვეყნად მაგარი მასზე ვინ არის? ჩქარა მითხარით. არ დამიმალოთ, სად არის ჩვენი იუბილარი? აი ჩვენი იუბილარი. იუბილარო მოგესალმებით, იუბილია რადგან დღეს შენი დაბადების დღეს გულით გილოცავთ. რაინდი ზორო და ზოროს ცხენი. მადლობა. უშტები? მოგწონს ბაბუ? ბაბუ, მამა მალე მოვა. მალე მოვა ბაბუ, მალე. მობძანდით. ახლა. ოპა! მოგესალმებით კეთილო ხალხო და უნიკალურ შოუს პირდებით. ზორო და ზოროს ცხენი მოსულ ვართ. რა გავიცნო ჩვენ ერთმანეთი. ოპა! ნათია იუბილარის დედიკო. ზორომ. ნათია იუბილარის ბიცოლა. ზორომ. კეთუსია, იუბილარის მეზობელი. ვანიკო. კეთუსიას ქმარი. ზორო. აბა, დროა დავიწყოთ ჩვენი შოუ. ესე იგი, ბავშვებო. თქვენ იცით რა შეუძლია ზოროს ცხენს? შეუძლია განაკოტრიალდეს. გინდათ განაკოტრიალდეს? მოიცა, რამე უფრო რთული არ შეუძლია? კი, შეუძლია ჭიხვინოს. ჭიხვინი ყველა ცხენს შეუძლია. კარგი, მაშინ შეუძლია იმღეროს. სიმღერა არ მინდა. ლექს იტყვის. ლექს შენც ამბობ. კარგი, ძმაო, მაშინ, გეტყვით. ზოროს ცხენს შეუძლია გამოიცნოს ოჯახში სად რა გაქვთ. გენიალური ცხენი, ეს არის ნათელმხილველი ცხენი. აბა ზოროს ცხენო. გამოიცანი სად არის ჩემი საძოვლი. უმარტივესი ცხენი. მიბრძანდით. ცხენი ეძებს, ცხენი ყოველთვის პოულობს. ზორო ცხენი ნათელმხილველია. აბა და აი იზი. ადგილია ეს. მოდი გამეღვიძე. აბა ზოროს ცხენო, გვითხარი, სად ინახავს ჩემი მეუღლე სასმელს. გართულა. გავართულეთ. კარგით. ცხენი. აბა, დავიძაბეთ. ცხენი ეძებს სასმელს, და სასმელიც თქვენ წინაშია. ბრავო. ელა ოჯახს სასმელს აქ ინახავენ. მოდი კიდევ უფრო გავართულოთ რა. მიდი შენ. არ არის პრობლემა. გავართულოთ. ზოროს ცხენო. აბა გამოიცანი. რამაც ჩქა მამიკო 4 წლის რო გავხდა. თხოვნა რამეტარი სასაცილოა, მაგრამ ზოროს ცხენი გამოიცნობს. ცხენი. ჩემსკენ დაიძრა, გამწდა, ცხენი გამწდა. აბა დავიძაბეთ. და ისი. ბრავო! მოიცა. ეს როგორ გამოიცნო? ზოროს ცხენი ნათელმხილველი. მე დავიშოკე რა. აბა, როგორ მოგეწონათ შოუ? ხომ მოგეწონა? ძალიან კარგი, მაშინ ახლა ყველამ ერთად ვიცეკოთ და მე ჩვენ მოიცა. ერთი წუთი. რა უნდა წახვიდე ძმაო? ჩემ ოჯახში ხარ? ღვინოს დალევ და ისე წახვა გაბუნიების საგვარეულო ყანწით. ვიცით, ცხენით ვარ და ვერ დავლევ. არ მაინტერესებს, ბიჭო. სასმელი უნდა შესვა. ესა დიდი ბოდიში, ჩემი ძმა. ვიძილზე მოქვს პრობლემები, რა წამლებს უნდა ძალიან მითხო რა. ვერ და. კარგი. მაშინ ზოროს ცხენმა დალევ. ცხენი როგორ დალევს? ნიღაბზე პირი ხوار აქვს. აი ეს ცხენი მოიხსნას და დალიოს. ესა არა, გეტყვი ხა რა ხდება რა, უკაცრავად კონტრაქტის მიხედვით არ შეუძლია ნიღაბის მოხსნა და დამიჯერეთ. კონტრაქტი არ მაინტერესებს რა. არ დალევს თავზე დავს. შენიჭერი მე რა. ნუ ჩაერევი გეხვეწები რა. ჩემ ოჯახში ვარ, მე ვარ თამადა. ეხა ამას შესვავს და მე წავდი უკაცრავად დიდი ბოდიში. ვინ გამოგვიძახა ჩვენ თუ შეიძლება რომ ვიცოდე? მე იცით რა არის? მოდი თქვენ გააგზერეთ საქმე უსწავლო. ნუ ვერ შენიჭერი. აქ რომ მომიწერეთ ხელი. ჩვენ მართლაც დავფიქსირდით მისამართზე. ძალიან დიდი ბოდიში. მე 17 გრაფაში. კარგი, გალო იქ, დავანეთ.
მადლობა. უკაცრავად მომხარხულობთ. არა უშავს ეს ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს თქვა მშობლებთან შეხვედრა, ასე რომ ბიძაჩემო არანაირი პრობლემა არ არის, მოდი მე წავალ. ცხენს თქვენ უღმესი მადლობა, კი, უღმესი მადლობა. ოთო? მამა? ათო რა არის ეს? ჩემი ახალი სამსახური. აბა ტურისტული ფირმა. ცხენოდა და მოგატყუეთ. რატომ მოგვატყვია შვილო? იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა. რაში გჭირდებოდა ოთო ფული, რაში? ბავშვისთვის რომ საჩუქარი მეყიდა. მადლობა მამა. ოთო. შენ მოგევლო, შენ იმელა, შვილო, შენ. არა რა. აი ახლა 100% გაგასთარებ ძმაო YouTube-ზე. აი ხა დაიწყო ამან რა. არა, აი რა დამანებელი. მე დაიწყო.